2002 წლის შემოდგომა. პანკისის ხეობა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სოფლის ეზო. საქათმე, ქათმების კრიახი. საქათმის იატაკს ქვემოთ კი 3 მეტრის სიმაღლეზე პატარა ბეტონის კამერაა. სიბნელე, კედლებზე ლოკოკინები დაცოცავენ, ჭერიდან წყალი წვეთავს. ამ ორმოში კაციზის. კისერზე ჯაჭვი აქვს შემოჭდობილი. ჯაჭვის მეორე ბოლო კედელშია ჩამაგრებული. ამ დროს 2 მეტრით ზემოთ მთელი მსოფლიო სწორედ პანკის შეხურებს. ხეობაში ქართული ძალოვნების ანტიკრიმინალური ოპერაცია მიმდინარეობს. ბლოკპოსტები, რეიდები, სპეცდანაყოფები და ვერავინ პოულობს მიწის ქვეშ ჩამწყვდეულ კაცს, ან არავის სურს რომ იპოვოს. ამ კაცს პიტერ შოუ ქვია. 57 წლის უელსელი ბანკირია. ევროკავშირმა საქართველოში ბანკის ასაშენებლად გამოგზავნა. აქ კი ის ორმოში ჩასვეს. ეს ტყვეობა 151 დღეს გაგრძელდება და როცა დასრულდება, კითხვები კიდევ უფრო მეტი რჩება. ვინ გაიტაცა, ვინ იცოდა და ის ღამე, როცა გაათავისუფლეს, რეალური სპეცოპერაცია იყო თუ კარგად დადგმული სპექტაკლი.